Grad განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს კომპანიებისათვის ქალთა გაძლიერება და მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის. კომპანიები არა მარტო ცდილობენ გენდერული ბალანსის დაცვას მენეჯერული რგოლის სხვადასხვა საფეხურებზე, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერენ ქალებს და მათ გაძლიერებაზე ორიენტირებულ სოციალურ პროექტებს აფინანსებენ. ენერგო კომპანია აჭარის წყალი ჯორჯიას მენეჯერული პოზიციების უმეტესობას ქალები იკავებენ და ამასთან შუახევი ჰესის არეალში მცხოვრები ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის. გასულ წელს აჭარის წყალი ჯორჯიამ, რომელიც 187 მეგავით სიმძლავრის შუახევი ჰესების კასკადს ფლობს, ხულოს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით 10 ქალ მეწარმეს ბიზნეს პროექტი დაუფინანსა. ამ პროექტების შესახებ კი დეტალებს ჩვენი სიუჟეტიდან გიყვებით. ეს არის ჩემს მიერ წარმოებული ტყლაპი, რომელსაც მაღალმთაში ვეძახით ფესტილს. სწორედ ჩემი პროექტის სახელწოდებაც არის ფესტილი. ასმათ ტუნაძეს ტყლაპის წარმოების იდეა მრავალწლიანი ოჯახური ტრადიციებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე გაუჩნდა. ბრენდის სახელად ფესტილი შეარჩია, რათა მომხმარებელს სახელწოდებამ პროდუქტის წარმომავლობაზე თავად უამბოს. ზუსტად იცის, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი ხილისგან დამზადებული პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებითაც გამოირჩევა, უამრავი ადამიანის გულის მოგებას შეძლებს. სხვა ადგილობრივი ქალების მსგავსად ასმათ ტუნაძემაც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრები ქალები სოციალურ ეკონომიკურად გაძლიერების საპილოტო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მუნიციპალიტეტთან ერთად კომპანია აჭარის წყალი ჯორჯია აფინანსებს. საგანგებოდ შერჩეულმა კომისიამ მისი პროექტი მოიწონა და მეწარმემ საშრობი დანადგარების შესაძლებლად დაფინანსება მიიღო. ტყლაპის წარმოება საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. ადრე სანამ დანადგარებს შევიძენდი, ყოველთვის ვამზადებდით ტყლაპს, თუმცა წარმოებას ჭირდებოდა დრო, ენერგია და განსაკუთრებით რთული იყო შრობის პროცესი. სჭირდებოდა რამოდენიმე კვირიანი კარგი ამინდი, ანუ შეიძლება ცუდი ამინდების გამო პობაც დაეწყო ტყლაპს და ყოფილა შემთხვევები, რომ ბევრი ერთად გადაგვიყრია და ცუდად გამშრალა ცუდი შრობის გამო. ახალი დანადგარებით შრობის პროცესი რამდენიმე კვირის ნაცვლად მხოლოდ 12 საათს გრძელდება. საწარმო ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ადამიანს აერთიანებს, თუმცა უახლოეს მომავალში წარმოების ზრდის პარალელურად დასაქმებულების რაოდენობის ზრდაც მოიაზრება. მსგავსი პროექტების დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ქალებისთვის. ოდესღაც მეც სხვა წარმატებული ქალების მაგალითზე დავიწყე ბიზნესი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი წარმატებული იდეა, ანუ ბიზნესიც სხვა ქალებისთვის იქნება мотивация. ეს ხულოს რაიონის სოფელ განახლებაში მდებარე მონიკა ჩოგაძის ფოტოსტუდია. დეკორაციების ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილს საკუთარი ხელით აწყობს. პირველი გადაღებები უკვე დაგეგმილია. მონიკაც ემზადება. ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ წლების წინ დაინტერესდა. ჰობი მალევე საყვარელ საქმედ და შემოსავლის წყაროდ აქცია. თავიდან გადაღებებს მხოლოდ გარე სივრცეში გეგმავდა, თუმცა დროსთან ერთად მოთხოვნა სტუდიაში გადაღებულ ფოტოებზეც გაჩნდა. ინტერესის პერმანენტულმა ზრდამ ფოტოგრაფის ობიექტივის ფოკუსში. ამ მიმართულებაზე მეტი აქცენტი უზრუნველყო. Facebook-ზე აღმოაჩინე აჭარის წყალ ჯორჯიას და ხულოს ქალთა ოთაღის მიერ წამოწყებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ხულოში უნდა განხორციელებულიყო ასეთი პროექტი, რომ ქალების საფინანსებასთან იყო დაკავშირებული. გამიჩნდა იდეა, რომ მიიღო მონაწილეობა და სტუდია გამეკეთებინა. განაცხადის შემდეგ, რა თქმა უნდა, იქ ეტაპები იყო, პირველი ტური, მეორე ტური, შესაბამისად ყველა ტური კარგად გავიარე და მოვხდი 10 ქალ გამარჯვებულის შორის. მონიკა ფიქრობს, რომ მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის. ეს არის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნიჭი, უნარები ბიზნესად აქციონ და შემოსავლის წყაროც გაუჩნდეთ. სჯერა, რომ მისი ფოტოსტუდია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ადგილი გახდება, არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ აჭარაში ჩამოსული ტურისტებისთვისაც. გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, შევიძინე ის ინვენტარი, რაც სტუდიისთვის მჭირდებოდა და ხულოში, გაიხსნა ერთ-ერთი სტუდია, რომელიც იქნება ძალიან მასშტაბური, შემდგომში
და მოემსახურება ძალიან ბევრს მსურველს. ასმეთის და მონიკას მსგავსად ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ სოფლად ცხოვრები ქალების გაძლიერების პროგრამაში დაფინანსების მიღების მიზნით პროექტები ათობით ქალმა შეიტანა. საბოლოოდ სპეციალურმა კომისიამ, რომელიც როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული, რამდენიმე საუკეთესო პროექტი შეარჩია. დაფინანსდა სოკოს საწარმო, საკონდიტრო ჩირის საწარმო, ფოტოსტუდია და ასევე ხელნაკეთი ნივთების საწარმო. აღნიშნულ პროექტში რეკორდული მაჩვენებელი იყო ყველა მუნიციპალიტეტებს შორის, სულ 54 განაცხადი შემოვიდა. გამოჩნდნენ სოფლად ცხოვრები ქალბატონები, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კარგი იდეები, რომელთაც განხორციელებაში უშლიდა ფინანსური სიდუხჭირე და ზუსტად ეს პროექტი იყო იმათთვის ძალიან ბევრისთვის ნატრის ასრულება, საზოგადოებაში ჩართულობა და თითოეულის, რა თქმა უნდა, ოჯახის გაძლიერება. 2023 წელს აჭარისწყალი ჯორჯიას მიერ ხულოში სულ 10 ბიზნეს პროექტი დაფინანსდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგო კომპანია მსგავს პროექტებს შუახევის მუნიციპალიტეტშიც მხარს უჭერს და აფინანსებს. თუმცა ცხადია, ეს ყველაფერი არ არის. მაღალმთიან აჭარაში ქალთა გაძლიერებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება კომპანიის სამომავლო გეგმებშიც კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მოიაზრება.